Გავედულად დავდგებით, ამაყად ვიცხოვრებთ, თამამად ვიოცნებებთ და წინ არაფერი დაგვიდგება. რადგან ამერიკელები ვართ, მომავალი ჩვენია და ჩვენი ოქროს ხანა ახლახან დაიწყო. დღეიდან შეერთებული შტატები თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება და ეს არის ოქროს ხანის დასაწყისი ამერიკისთვის. განაცხადა ფიცის დადების შემდეგ ამერიკის 47-მე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. სხვათაშორის, ვიდრე ფიც დადებდა, პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და არნახული $250 მილიონი მიიღო შემოწირულობის სახით წინა საინაუგურაციოდ. გასული რეკორდიც მას ეკუთვნოდა $139 მილიონი 2017 წელს ინაუგურაციისთვის მოგროვილი, რითაც აჯობა ბარაკ ობამას, რომელმაც $79 მილიონი $200,000 მიიღო სხვადასხვა შემოწირულობის სახით. ხუთეულში შედიან ასევე ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი 73 და $72 მილიონი, რაც მათ მოაგროვეს საინაუგურაციო დღისთვის შემოწირულობების სახით. სტუმრებს შორის ვინც აღმოვაჩინეთ, ნამდვილად იყვნენ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ასევე მეტას დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, ასევე Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი მეუღლესთან ერთად, სუნდარ პიჩაი და ამ სამეულს ილონ მასკთან ერთად საუკეთესო ადგილები გაუხაზრეს ინაუგურაციის ცერემონიალზე. იქვე იყო ასევე გამართულ და მეორე დღესვე ჩართული TikTok-ის ხელმძღვანელი არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მაილი, კონორ მაკგრეგორი მათ შორის იყო წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი კევინ მაკარტი. ბიზნესმენი ასევე ვივეკ რამასვამი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენკი, ასევე ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნობოა მეუღლესთან ერთად იყო იგი და მილიარდერი რუპერ მერდოკი და მათთან ერთად იყო ასევე ტელეწამყვანი დაკერ კარლსონიც. მე პირადად ბერნარ არნოდს აშკარად ამოვიცანი ამ დამსწრეს საზოგადოებაში და გამიკვირდებოდა, რომ ევროპის უმდიდრესი ადამიანი არ ყოფილიყო გარეული. აქ თუმცა სრულიად თვალისმომჭრელი მაინც იყო ტრამპის საუკეთესო მეორე და მე მგონი ყველა ნახევარი მელანია ტრამპი, რომელიც საოცრად მოხდენილი სამოსით იყო წარმოდგენილი და განსაკუთრებით ჩვენოდა ერიკ ჯავიცის დამზადებული ქუდი, რომელმაც მე მგონი მოხსნა ყურებადობის აბსოლუტურად ყველა რეკორდი და შევა ინაუგურაციების ისტორიაში, როგორც პირველი ლედის გამორჩეული სამოსი. იქვე იყო ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლის ტრასი, ბრიტანელი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჟი. ტრამპი არ დაელოდა და სხვათაშორის იქვე გამოაცხადა საგანგებო ვითარება ენერგეტიკაში და ბრძანა, რომ ამერიკა მთელ მსოფლიოს მომამარაგებს ნავთობით და გაზითო, ნარკოკარტელებს აცხადებს ტერორისტულ ორგანიზაციებად და საჯარისო ფორმირებებს გზავნის სამხრეთ საზღვარზე, რათა მისი თქმით მილიონობით კრიმინალი დააბრუნოს ისტორიულ სამშობლოში, მექსიკაში. და სამართალდამცავებმა კი გაანადგურა, რომ ყველა უცხოური ბანდფორმირება ღმერთი დამიფარავს ღმერთი დაიფარავს ამერიკას და ამერიკა აუცილებლად კვლავ იქნება დიდებული ქვეყანა. ამისთვის მარსზე ჩვენ დროშასაც დავარჭობთ, პანამის არხსაც დავიბრუნებთ, მექსიკის ყურე ამერიკის ყურე გახდება და საერთოდ მე ერთი დიდი შვიდობის მყოფელი ვარ, აცხადებს ტრამპი, დავასრულებ ომებს, მაგრამ ამერიკას ეყოლება პლანეტაზე ყველაზე ძლევამოსილი არმიაო. ღმერთი არ დავივიწყოთ, ისიც გვახსოვდეთ, რომ სულ ორი სქესი არსებობს, მამაკაცი და ქალიო. დღის განმავლობაში უფრო დეტალურად მოგახსენებთ იმ ათეულობით განკარგულების შესახებ, რომელსაც პრეზიდენტის რანგში უკვე ხელი მოაწერა დონალდ ტრამპმა. მოკლედ, იწყება ისტორიაში, მსოფლიოს ისტორიაში ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმედია გადამწყვეტი ეტაპი და ერა. ნახოთ და დაველოდოთ რა შეცვლის სამშობლო შტატებში და მსოფლიოში დონალდ ტრამპი და ესეც მისი პირველი პრომო ვიდეო თეთრი სახლის საიტის შეცვლის შემდეგ.
და ვიდრე დონალდ ტრამპის ეს აღნიშნული პრომო ვიდეო ვირუსულად სრულად პლანეტას მოედებოდა, ამერიკის შეერთებული შტატებისაც უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ტრამპის ინაუგურაციამდე ასეთი სელფიც მოასწრეს, ვიდრე ისინი თეთრ სახლს დატოვებდნენ და დონალდ ტრამპს გადააბარებდნენ. შესაბამისად, დაასათაურეს ეს სელფი ჩვენ გვიყვარხარ ამერიკა.